ახალგაზრდული აქცია ახალგაზრდები წამების წინააღმდეგ. მოგეხსენებათ 26 ივნისს არის საერთაშორისო წამების წინააღმდეგ დღე, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში იმდენად ხშირად ხდება ადამიანთა წამება, ცემა, დაპატიმრება, მოკლაც კი, რომ ჩვენ ახალგაზრდებმა ვიფიქრეთ, რომ ასეთი აქცია ხშირად უნდა გავმართოთ და დავგმოთ წამება, ცემა ამ ადამიანების. ჩვენ აქ გვაქვს არასრული სია ამ ხელისუფლების მიერ ნაწამები და ნაცემი ადამიანებისა 2004 წლიდან 2009 წლამდე. ეს არის ძალიან დიდი სია ადამიანთა. ჩვენ გვმოვთ ამ წამებას და აქ არის მოგეხსენებათ მიშას ჯალათები, სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები, რომელიც ეწევიან აი ამ ფორმის, აი ამ სასტიკ წამებას ადამიანების, ჩვენი მოქალაქეების. მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს, რომელიც 2013 წლიდან ატერორებს და ანგრევს საქართველოს. კიდევ ერთხელ გვინდა მას უთხრათ, შეწყვეტოს ის ძალადობა თავის ჯალათთან, ქვეყნის მთავარ ჯალათთან, შინსახკომის დამფუძნებელთან, შინსახკომის შემომყალიბებელთან ვანო მერაბიშვილთან ერთად, რომლებმაც უკვე რამოდენიმე ათეული და ასეული ადამიანის სიცოცხლე შეიწირეს და კიდე აგრძელებენ მათი სიცოცხლის წარდგმევას, თავისუფალი მოქალაქეების წამებას, ცემას, დარბევას და ასე შემდეგ. ჩვენ დღეს გვინდა რომ სია წაგიკითხოთ, ეს არის არასრული სია ადამიანებისა, რომლებსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ძირითადად და ზონდერ ბრიგადები ნაციონალური მოძრაობის არბევენ და აწამებენ. ესენი არიან ამირან ბიწაძე, ვალერი გელაშვილი, ლევან ბერძენიშვილი, ზურა ბაბაშიძე, სანდრო გირგულიანი, როი შავაძე, კახა ხანდოლიშვილი, მიშა მეცხი, ირაკლი ბერაია, ჩოთა აფხაიძე, ხათუნა შიუგაშვილი, ირაკლი კაკაბაძე, დაჩი ცაგურია, რატი მაისურაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, შაკო გოგინაშვილი, გიორგი ონიანი, გიორგი პაცაცია, გიორგი ჩიტარიშვილი, ზურაბ ყველიაშვილი, ჯაბა ჯიშკარიანი, გიამა ისაშვილი, შალო ობგაიძე და სხვა მრავალი. გვაქვს რომ ახალგაზრდობა ამის წინააღმდეგ გამოვა, არ მივაღებინებთ კანონს მიტინგების და მანიფესტაციების შესახებ ჩასწორებებს, რომლითაც ესე იგი ამ კანონის შედეგად ხელისუფლებას უნდა რომ აი ეს ყველაფერი, აი ეს განაშაულებები, ეს დარბევები, ეს სადისტური წამებები, ცემები გაამართლოს, ლეგიტიმაცია მისცეს მის ჯალათების მოქმედებას. აი ეს უნდა ამ ხელისუფლებას.